სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში მდებარე საშაურმეების შემოწმება დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლი უკვე ჩატარდა 45 საწარმოში, საიდანაც აღებულია 8 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. ამ ეტაპისთვის გეგმიური ინსპექტირებისთვის შეფასებულია 23 საშაურმე. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა რამდენიმე ასე ვთქვათ შემოწმების განხორციელება და აღმოჩენილი იქნა ბიზნეს ოპერატორთა რეგისტრაციის გარეშე ბიზნეს საშეორმები, რომელიც დაჯარიმდნენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე 8 სხვადასხვა ბიზნეს ოპერატორთან აღებული იქნა სურსათის ნიმუშები, კერძოდ შაურმის ნიმუშები. ისინი გამოკვლეულები იქნებიან ლაბორატორიულად და კვლევის შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. ასევე გამოვლენილი იქნა ახალი საშაურმეები, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის ასე ვთქვათ შემოწმებული და ისინი შემოწმდებიან ინსპექტირების კუთხით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ.